გამარჯობა. თქვენ ყურებთ Microsoft Word-ის ვიდეო გაკვეთილს, რომელიც ეძღვნება ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ხშირ შეკითხვას Word-ში. მე მჭირდება რომ გავაკეთო ორენოვანი დოკუმენტი და როგორ აკეთებენ ამ ორენოვან დოკუმენტს. ესე იგი, ხანდახან არის ისე რომ გინდათ მაგალითად კონტრაქტი შექმნათ, რომელიც მარცხენა მხარეს იქნება ქართულად, მარჯვენა მხარეს ინგლისურად. ამ პირიქით, ხო? მოდით ვნახოთ როგორ კეთდება ეს ყველაფერი. პირველ რიგში ძალიან მარტივ მეთოდს უნდა მივუყოთ ხელი. უბრალოდ ჩასვით ცხრილი, რომელსაც ექნება 2 სვეტი და რამდენიც ტრიქონიც გნებავთ იმდენი. შესაბამისად, ტრიქონების რაოდენობად შეგიძლიათ დაამატოთ და დაამატოთ ბრძანებიდან table layout-ი, სადაც მისცემთ insert below row და ასე შემდეგ, ხო? insert row below და ასე შემდეგ. ჩამოწერთ საკითხებს აქეთ ქართულად, მაგალითად სახელი, აქეთ name-ი პირობითად. ში ჩავასწოროთ name-ი. შემდეგ მაგალითად ქვემოთ იქნება გვარი, აქეთ იქნება last name-ი და ასე შემდეგ. შესაბამისად, ამ დროს, როცა უკვე ჩარჩოები სრულად ყველაფერი შევსებული გექნებათ და მონაცემებით შიგნით იქნება, უბრალოდ გააქრეთ თაღილაკზე ხელის დაჭერით no borders და თქვენი დოკუმენტი ორენოვანი და სრულად სინქრონიზირებული იქნება. მაგრამ როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ეს დოკუმენტი უკვე შექმნილია და უკვე არის ერთ ენაზე. მოდით გავაკეთოთ ფუნქცია rand-ი, რომელიც ინგლისურად მოგცემს მაგალითად 20 აბზაცს. ამის შემდეგ თქვენი დოკუმენტი უბრალოდ მონიშნეთ, Ctrl+A, მიეცით insert-ი და აირჩიეთ table. Table-ში ნახეთ ბრძანება convert text to table და შემდეგ აირჩიეთ ბრძანება პარაგრაფი. პარაგრაფის მონიშნის შემდეგ აქ აუცილებლად ერთი სვეტი უნდა იყოს მითითებული და შემდეგ დააჭერეთ OK-ს. ნახეთ, მთელი თქვენი დოკუმენტი აბზაცებით დაიყო ჩარჩოებად. შემდეგ გადადით table design menu-ს გვერდით table layout-ში და დააჭერეთ ღილაკს insert column right. თუ მარჯვნივ გინდათ ქართული, ხოლო პირიქით თუ მარცხნივ გინდათ ქართული, insert column left. არ აქვს მნიშვნელობა, ხო? მიმართულებას თქვენ თვითონ აირჩევთ და უკვე ამის შემდეგ ცხადია შეძლებთ მის პირდაპირ აქეთ გადმოტანას, აკრეფვას, კოპირებას ან ასე შემდეგ. თუ Microsoft Excel-ში შევიტანთ მაგალითად ამ დოკუმენტს და გავიხსენებთ თუ როგორ შეიძლება მისი, ასე ვთქვათ, თარგმნა, გვაქვს ფუნქცია translate-ი, სადაც ვუთითებთ რომ ეს უჯრა უნდა შეიცვალოს მაგალითად ქართულიდან, უბრალოდ ინგლისურიდან, ანუ ესე იგი English შეიცვალოს Georgian-ზე და მივცეთ K, უბრალოდ და მივცეთ ფრჩხილის დახურვა. შესაბამისად დაველოდებით და აი ტექსტიც უკვე ითარგმნა. შეგვიძლია ეს ნათარგმნი ტექსტი დავაკოპიროთ და შემოვიტანოთ კვლავ Word-ში. ოღონდ ცხადია, არ იქნება ზუსტი და იდეალური ნათარგმნი და უნდა გასწორდეს მინიმუმ გრამატიკულად. მადლობას გიხდით ყურადღებისათვის, არ დაგავიწყდეთ რომ გელოდებით ტრენინგებზე და ველოდებით თქვენს შეკითხვებს მომავალ შეხვედრამდე.